როდესაც პოლიციამ შევიდა რამაზ ჩხიკვაძის საძინებელში, საწოლის გვერდით იატაკზე იპოვეს ნატაშას ფოტო ძველ ვერცხლის ჩარჩოში, რომელიც მსახიობმა ხელში მაგრად მოიჭირა. ფოტოზე მინა გატეხილი იყო, თითქოს რამაზმა ბოლო წამამდე ცდილობდა მის შეხებას, მის შეგრძნებას. ეს სურათი დამალული იყო 30 წელი. მასზე ნატაშა ახალგაზრდა, თმა ქარზე ფრიალებს, თვალებში ის ცეცხლიანათებს, რომელიც რამაზს ცოცხლად ინახავდა. მაგრამ რატომ იყო ეს ფოტო დამალული ოჯახის ალბომებში არა, არამედ საიდუმლო ადგილას? ვინ აიძულებდა დიდ მსახიობს, რომ საკუთარი სიყვარულის მტკიცებულება დაემალა? რა ხდებოდა იმ კედლების უკან, სადაც რამაზი რიჩარდ მესამეს თამაშობდა სცენაზე, ხოლო სახლში სრულიად სხვა როლს ასრულებდა, დამოკიდებული, შეშინებული, განადგურებული კაცის როლს? და რატომ, როდესაც ნატაშა წავიდა, რამაზმა უბრალოდ უარი თქვა სიცოცხლეზე, თითქოს მისი გული მხოლოდ მაშინ ცემდა, როცა ნატაშას გული ცემდა? ეს არ არის უბრალო სიყვარულის ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ორი სული ერთად იყოს შეკრული ისე, რომ ერთის გარეშე მეორე უბრალოდ ვერ არსებობს. რამაზ ჩხიკვაძე პირველად შეხვდა ნატაშას 1965 წელს, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის უკვე იყო აღიარებული სტუდენტი, ხოლო ნატაშა ახალი აბიტურიენტი, რომელიც პირველად შემოვიდა აუდიტორიაში. მოწმეების თქმით, რამაზი იმ დღეს რეპეტიციაზე იყო, ასრულებდა მონოლოგს შექსპირის ჰამლეტიდან და როდესაც ნატაშა კარში გამოჩნდა, მან სიტყვები დაივიწყა. უბრალოდ გაჩერდა შუა წინადადებაში, ხელი ჰაერში გაშეშებული, თვალები მიშტერებული ამ ახალგაზრდა გოგონაზე, რომელსაც ღია ყავისფერი თმა ხელთათმანებში ჰქონდა შეკრული და მწვანე თვალები, რომლებიც ისე უყურებდნენ სამყაროს, თითქოს ყველაფერს პირველად ხედავდნენ. პედაგოგმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა, რომელიც ამ სცენას დაესწრო, მოგვიანებით მეგობრებს უყვებოდა, მე ვიცოდი იმ წამში, რომ რამაზი დაიკარგა. არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც თავისუფალი ადამიანი. ის ნატაშას შეხედა და მისი სული გადავიდა მასში. ნატაშა იყო ჩვეულებრივი ოჯახიდან, მამა ინჟინერი, დედა მასწავლებელი, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი, რაც მას თეატრალურ დინასტიასთან დააკავშირებდა. მაგრამ რამაზისთვის ის იყო ყველაფერი. პირველი თვეები იყო როგორც ზღაპარი, რომელსაც ყველა ინსტიტუტში ყვებოდა. რამაზი, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმკაცრით, თავისი მოთხოვნებით, თავისი დისტანციით, უცებ გახდა რბილი, ღიმილიანი, თითქოს ვიღაცამ შიგნიდან აანთო-ნათურა. ის ნატაშას ელოდებოდა ლექციების შემდეგ, ატარებდა მის ჩანთას, იყიდა ყვავილებს ყოველ პარასკევს, არა ბაზრიდან, არამედ სპეციალური მაღაზიიდან, სადაც იმპორტული ვარდები მოჰქონდათ. მისი მეგობრები, სხვა სტუდენტები ხუმრობდნენ, რამაზი გადაიქცა პოეტად, მალე დაიწყებს სერენადების მღერას ფანჯრის ქვეშ, მაგრამ ამ ხუმრობებში იყო რაღაც შფოთვა, რაღაც გაუგებარი შიში. რადგან ყველა მიცოდა, რომ რამაზ ჩხიკვაძე არ იყო ადამიანი, რომელიც ნახევრად აკეთებდა რამეს. როდესაც ის თამაშობდა, ის სრულად იყო როლში. როდესაც ის სწავლობდა, ის სრულად იყო ტექსტში. და ახლა, როდესაც ის უყვარდა, ის სრულად იყო ნატაშაში. სრულად და შემაშფოთებლად. ნატაშა პასუხობდა მის გრძნობებს, მაგრამ არა იმ ინტენსივობით, რომელიც რამაზს ჰქონდა. ის უყვარდა რამაზი, ეს ცხადი იყო, მაგრამ მისთვის ეს იყო ახალგაზრდული სიყვარული, ლამაზი, ნათელი, მაგრამ არა ყოვლის მომცველი. ნატაშას ჰქონდა სხვა ინტერესები, სხვა მეგობრები, სხვა ოცნებები. ის ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ სცენაზე თამაშის გარდა სურდა მოგზაურობა, სურდა ენების სწავლა, სურდა ცხოვრება, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ თეატრი. რამაზი კი ყურს უგდებდა და თავს უქნევდა, მაგრამ მისი თვალებში იყო რაღაც, რაც ნატაშას აწუხებდა. ეს იყო შიში. არა შიში იმისა, რომ ის დაკარგავდა მას, არამედ უფრო ღრმა შიში იმისა, რომ ის ვერ იარსებებდა მის გარეშე. ნატაშას მეგობარი, ნინო, რომელიც მათთან ერთად სწავლობდა, მოგვიანებით იხსენებდა, ნატაშა მითხრა ერთხელ, რომ რამაზი უყურებს მას ისე, თითქოს ის არის ჰაერი, რომელსაც ის სუნთქავს. და ეს მას აშინებდა. რადგან ადამიანი არ უნდა იყოს სხვისი ჰაერი. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. 1967 წელს, 2 წლის შემდეგ, რამაზმა და ნატაშამ დაქორწინდნენ. ქორწილი იყო მთავრობის სასახლეში, დიდი, ხმაურიანი, სავსე თეატრალური ხალხით, რომლებიც სვამდნენ შამპანურს და ლაპარაკობდნენ რამაზის დიდ მომავალზე. რამაზი იმ დღეს ატარებდა შავ კოსტიუმს, რომელიც სპეციალურად შეუკვეთა, და ნატაშა თეთრ კაბას, რომელიც მისი დედის საქორწილო კაბა იყო, ოდნავ შეკერილი თანამედროვე სტილზე. მოწმეები იხსენებენ, რომ რამაზი მთელი საღამოს არ უშვებდა ნატაშას ხელს, ისე მაგრად ეჭირა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ გაუშვა, ის გაქრებოდა. სუფრაზე, როდესაც მეგობრები სადღეგრძელოებს ამბობდნენ, რამაზმა თქვა რაღაც, რაც ყველას გაახსენდა. მან თქვა, ნატაშა არის ჩემი სიცოცხლე. არა ნაწილი ჩემი სიცოცხლისა, არამედ თავად სიცოცხლე.
და მე ვიცი, რომ ეს ჟღერს შემაშფოთებლად, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება. მე ვარ მხოლოდ მაშინ, როცა ის არის. ხალხი დაუკრა ტაშს, გაიცინა, მაგრამ ზოგიერთმა, ვინც რამას კარგად იცნობდა, დაინახა მის თვალებში რაღაც, რაც არ იყო სიხარული. ეს იყო სასოწარკვეთა. პირველი წლები ქორწინებაში იყო რთული. რამაზი მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში, თამაშობდა მთავარ როლებს, მისი სახელი იზრდებოდა, მაგრამ სახლში ის იყო სრულიად სხვა ადამიანი. ის მოითხოვდა ნატაშას მუდმივ ყოფნას, მუდმივ ყურადღებას, მუდმივ დადასტურებას, რომ ის მას უყვარს. თუ ნატაშა გვიან ბრუნდებოდა რეპეტიციიდან, რამაზი ფანჯარასთან იდგა და ელოდა, ხელები კედელზე მიყრდნობოდა, სახე დაძაბული. როდესაც ის შემოდიოდა, რამაზი არ ყვიროდა, არ აყენებდა სკანდალს. ის უბრალოდ მიეკრებოდა მას და ჩუმად იტყოდა. მე ვფიქრობდი, რომ აღარ დაბრუნდებოდი. ნატაშა ცდილობდა ახსნას, რომ უბრალოდ რეპეტიცია გაგრძელდა, რომ ავტობუსი დააგვიანა, მაგრამ რამაზი მხოლოდ თავს უქნევდა და იმეორებდა. მე ვიცოდი, რომ ერთხელ აღარ დაბრუნდები. ეს არ იყო ეჩვიანობა ჩვეულებრივი გაგებით. ეს იყო რაღაც უფრო ღრმა, უფრო ბნელი, ეს იყო შიში არსებობის დაკარგვის. ნატაშა ცდილობდა ყოფილიყო მომთმენი, გამგებიანი, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული. მას სურდა კარიერა, სურდა როლები, სურდა განვითარება, მაგრამ რამაზი ყოველთვის იყო იქ, მისი შფოთვით, მისი შიშით, მისი საჭიროებით. ნატაშას დედა ეკატერინე, რომელიც ხშირად სტუმრობდა მათ, ერთხელ უთხრა ქალიშვილს, შენ ცხოვრობ არა როგორც ცოლი, არამედ როგორც მედდა. რამას არ სჭირდება პარტნიორი, მას სჭირდება მაშველი, მაგრამ ნატაშა უყვარდა რამაზი, უყვარდა მისი ნიჭი, მისი ინტენსივობა, მისი უნარი, რომ სრულად ყოფილიყო ყველაფერში, რასაც აკეთებდა. და ის ფიქრობდა, რომ დრო შეცვლიდა მას, რომ ის გახდებოდა უფრო დამოუკიდებელი, უფრო ძლიერი. მაგრამ დრო არ ცვლიდა რამას. დრო მხოლოდ აღრმავებდა მის დამოკიდებულებას. 1969 წელს რამაზ ჩხიკვაძემ ითამაშა თავისი ცხოვრების როლი, რიჩარდ მესამე შექსპირის პიესაში, რეჟისორი რობერტ სტურუას დადგმით. ეს იყო როლი, რომელიც მას გახადა ლეგენდად, როლი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. რამაზის რიჩარდი იყო მონსტრი, მაგრამ ადამიანური მონსტრი, არსება, რომელიც ეძებდა სიყვარულს და ძალაუფლებას, რადგან არ შეეძლო საკუთარი თავის მიღება. კრიტიკოსები წერდნენ, რომ რამაზ ჩხიკვაძე არ თამაშობდა რიჩარდს, ის იყო რიჩარდი. მაგრამ ის, რასაც არავინ იცოდა, იყო ის, რომ რამაზი ამ როლს თამაშობდა არა მხოლოდ სცენაზე. ის ატარებდა რიჩარდის სიბნელეს სახლშიც, მის შიშებს, მის პარანოიას, მის სასოწარკვეთას. ნატაშა იხსენებდა, რომ რეპეტიციების პერიოდში რამაზი ღამით იღვიძებდა ოფლიანი, შეშინებული და ეძახდა მას, ნატაშა, შენ აქ ხარ. შენ ჯერ კიდევ აქ ხარ და ის უპასუხებდა, დიახ, რამაზ მე აქ ვარ, მაგრამ მისი გული იმსხვრევდა, რადგან ის ხედავდა, რომ რამაზი ნელ-ნელა იკარგებოდა იმ როლში, რომელსაც თამაშობდა. პრემიერა იყო 1969 წლის ოქტომბერში მარჯანიშვილის თეატრში და ეს იყო ტრიუმფი. ხალხი იდგა და უკრავდა ტაშს 15 წუთის განმავლობაში, ყვავილები ასხამდნენ სცენაზე, ქალები ტიროდნენ, კაცები ყვიროდნენ, ბრავო, რამაზი იდგა სცენაზე, ხელი გულზე მიდებული, თავი დახრილი და ის არ ღიმოდა. ის უყურებდა დარბაზს, ეძებდა ნატაშას თვალებს და როდესაც იპოვა ის პირველ რიგში, მხოლოდ მაშინ დაისვენა. მაგრამ ის დასვენება არ იყო სიხარულის, ეს იყო დასვენება იმისა, ვინც დაინახა თავისი სიცოცხლის მიზეზი. შემდეგ იყო ბანკეტი, სადაც ყველა სვამდა რამაზის ჯანმრთელობას, მაგრამ რამაზი თვითონ თითქმის არ სვამდა, ის იჯდა ნატაშას გვერდით, ხელი მის მხარზე ჰქონდა და ყურს უგდებდა, როგორ საუბრობდნენ ხალხი მის გენიალურობაზე. რეჟისორმა რობერტ სტურუამ თქვა, რამაზ, შენ დღეს შექმენი ისტორია. შენი რიჩარდი იცოცხლებს საუკუნეებს, რამაზმა მადლობა გადაუხადა, მაგრამ შემდეგ მიბრუნდა ნატაშასკენ და ჩუმად უთხრა, მე არაფერი ვარ ამ ყველაფრის გარეშე. მე არაფერი ვარ შენს გარეშე, მაგრამ წარმატება მოიტანა ახალ პრობლემებს. რამაზი გახდა ვარსკვლავი, მას უწოდებდნენ ინტერვიუებს, სთავაზობდნენ როლებს სხვა ქალაქებში, სხვა ქვეყნებში. და ეს ნიშნავდა მოგზაურობას, ნიშნავდა დროის გატარებას ნატაშას გარეშე. პირველი გასტროლი იყო მოსკოვში 1970 წელს, სადაც რამაზმა უნდა ითამაშა რიჩარდი რუსულ სცენაზე. ნატაშა ვერ წავიდა მასთან, რადგან მას თავისი რეპეტიციები ჰქონდა თბილისში. რამაზი წავიდა, მაგრამ ის რეკავდა ყოველ საღამოს, ზოგჯერ ორჯერ, სამჯერ. ის ეკითხებოდა ნატაშას, რას აკეთებდა, ვისთან იყო, რას ჭამდა, როგორ გრძნობდა თავს. ნატაშა პასუხობდა მომთმენად, მაგრამ მისი მეგობრები ამჩნევდნენ, რომ ის იღლებოდა. ერთხელ ნინომ უთხრა, ნატაშა, ეს არ არის ნორმალური. ის გეკონტროლებს, ნატაშამ უპასუხა, ის არ მაკონტროლებს. ის უბრალოდ მეშინია, მაგრამ ხომ ეს არ არის იგივე.
როდესაც რამაზი დაბრუნდა მოსკოვიდან, ის იყო გამხდარი, დაღლილი, მისი თვალები ჩაძირული. ნატაშამ ჰკითხა, რა მოხდა და რამაზმა უთხრა, მე ვერ ვძინავდი. ვერ ვჭამდი. მე ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რომ შენ აქ ხარ და მე იქ ვარ და რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. ნატაშამ ჰკითხა, რა შეიძლება მოხდეს, რამაზმა უპასუხა, არ ვიცი. უბრალოდ რაღაც. რაღაც რაც გაგაშორებს ჩემგან. ნატაშამ მაშინ გადაწყვიტა, რომ ის უნდა ეხმარა რამაზს, უნდა ეპოვა გზა, რომ მას ეჩვენებინა, რომ ის არ წავიდოდა, რომ ის ყოველთვის იქნებოდა. მაგრამ როგორ შეიძლება დაპირება ამისა? როგორ შეიძლება დაპირება, რომ ყოველთვის იქნები, როდესაც სიცოცხლე თავად არის არაპროგნოზირებადი? 1971 წელს ნატაშამ შვა ქალიშვილი, რომელსაც დაარქვეს ანა. რამაზი იყო ბედნიერი, მაგრამ ეს ბედნიერება იყო შერეული შიშთან. ახლა მას ჰყავდა არა მხოლოდ ნატაშა, არამედ ანაც და ეს ნიშნავდა, რომ მისი შიშები გაორმაგდა. ის ეშინოდა ნატაშას ჯანმრთელობის, ეშინოდა ანას ჯანმრთელობის, ეშინოდა, რომ რაღაც მოხდებოდა მათთან. ის ღამით ადგებოდა და მიდიოდა ანას საწოლთან, უსმენდა მის სუნთქვას, რომ დარწმუნებულიყო, რომ ის ცოცხალია. ნატაშა ეუბნებოდა, რამაზ, ბავშვი კარგად არის. შენ უნდა დაისვენო, მაგრამ რამაზი ვერ ისვენებდა. ის ცხოვრობდა მუდმივ მზადყოფნაში, მუდმივ შიშში, რომ ბედნიერება, რომელიც მას ჰქონდა, ერთ წამში შეიძლება გაქრეს. და ეს შიში ჭამდა მას შიგნიდან ნელა, მაგრამ უსასრულოდ. მაგრამ რა იყო ამ შიშის ნამდვილი წყარო? რატომ ვერ შეეძლო რამაზ ჩხიკვაძეს, დიდ მსახიობს, რომელიც სცენაზე თამაშობდა მეფეებს და ტირანებს, სახლში ყოფილიყო უბრალოდ ბედნიერი ქმარი და მამა? რა იყო დამალული მის წარსულში, რა ტრავმა, რა ჭრილობა, რომელიც არასოდეს შეხორცებულა? და რატომ ნატაშა, ქალი, რომელიც მას უყვარდა უსაზღვროდ, იყო ერთადერთი, ვინც შეეძლო ამ ჭრილობის შეხება? ამ კითხვებზე პასუხები იყო დამალული იმ ოთახში, სადაც რამაზი ინახავდა თავის საიდუმლოებებს, იმ ოთახში, სადაც ნატაშას ფოტო იყო ვერცხლის ჩარჩოში, მინა გატეხილი, თითქოს ბოლო შეხება სიყვარულისა, რომელიც ძალიან ძლიერი იყო, რომ გადარჩენილიყო. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 1975 წელს ექიმი გიორგი ლომიძე დაარღვია ფიცი, რომელიც მას 30 წლის განმავლობაში ინახავდა. მან ჩვენთვის გამოაქვეყნა რამაზ ჩხიკვაძის სამედიცინო ბარათი, რომელიც დალუქული იყო სპეციალურ სეიფში, არაჩვეულებრივ არქივში. იმ ბარათში იყო ჩანაწერი, რომელიც ხსნის ყველაფერს 1972 წელს, ანას დაბადებიდან 8 თვის შემდეგ, რამაზი მოიყვანეს გადაუდებელ დახმარებაში სრული ნერვული კოლაფსის მდგომარეობაში. ის ყვიროდა, რომ ნატაშა და ანა მოკვდნენ, რომ მან დაინახა ეს წილში, რომ ეს უკვე მოხდა. ექიმებმა მას გაუკეთეს ინექცია, რომ დაამშვიდებინეს, მაგრამ როდესაც ის გამოფხიზლდა, პირველი სიტყვები რაც თქვა იყო, მე ვიცი, რომ ისინი წავლენ. მე ვიცი, რომ მე დავრჩები მარტო. ეს არის ჩემი სასჯელი, ექიმი ლომიძე, რომელიც ახლა 82 წლისაა და ცხოვრობს თავისუფლად საუბრისთვის, გვეუბნება, მე ვკითხე მას, რა სასჯელი რისთვის. მან უბრალოდ გამიხედა თვალებში და თქვა იმისთვის, რომ მე ვიყავი ბედნიერი, როდესაც სხვები არ იყვნენ. იმისთვის, რომ მე მივიღე ის, რაც არ დამემსახურებოდა, რა ხდებოდა რამაზის გონებაში? რა ბნელი რწმენა ჭამდა მას შიგნიდან, რომ ბედნიერება იყო არა საჩუქარი, არამედ ვალი, რომელიც ერთ დღეს უნდა დაფარულიყო? ნატაშა არ იცოდა ამ ინციდენტის შესახებ. რამაზმა მას არასოდეს უთხრა. ის დაბრუნდა სახლში იმ საღამოს და უთხრა, რომ გვიან დარჩა რეპეტიციაზე. მაგრამ მისი თანამშრომლები, ვინც იმ დროს თეატრში იყო, იხსენებენ, რომ რამაზი შეიცვალა იმ დღის შემდეგ. ის გახდა უფრო ფრთხილი, უფრო კონტროლირებადი, თითქოს გადაწყვიტა, რომ თუ ის შეინარჩუნებდა სრულ კონტროლს ყველაფერზე, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, მაშინ ის შეძლებდა თავიდან აცილებას იმ საშინელი მომავლის, რომელსაც ის ხედავდა თავის კოშმარებში. ის დაიწყო ნატაშას დღის განრიგის ჩაწერა სპეციალურ ველში, რომელ საათზე გავიდა სახლიდან, რომელ საათზე დაბრუნდა, ვისთან შეხვდა, რა თქვა. ნატაშა ამჩნევდა ამ რველს, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს იყო რამაზის გზა, რომ ორგანიზებული ყოფილიყო, რომ დაეხმარა მას დროის დაგეგმვაში. მაგრამ ეს არ იყო ორგანიზაცია. ეს იყო თვალთვალი, რომელიც გამომდინარეობდა არა ეჭვიანობიდან, არამედ ტერორისგან დაკარგვის. 1976 წელს რამაზს შესთავაზეს როლი ლენინგრადში, ბოლშოი დრამატული თეატრის სპექტაკლში. ეს იყო უზარმაზარი პატივი, შესაძლებლობა, რომელიც შეეძლო გაეხსნა კარი საერთაშორისო კარიერისკენ. მაგრამ ეს ნიშნავდა 3 თვის ყოფნას ლენინგრადში, 3 თვის განშორებას ნატაშასა და ანასგან. რამაზმა უარი თქვა. რეჟისორი, ვინც მას ეს როლი შესთავაზა, გიორგი ტოვსტონოგოვი, პირადად დარეკა და უთხრა, რამაზ, ეს არის შენი შანსი.
ეს არის როლი, რომელიც შეგიძლია გაგხადოს უკვდავი, რამაზმა უპასუხა, მე უკვე ვარ უკვდავი იმ ადამიანების გულებში, ვისაც მე მიყვარს. მე არ მჭირდება მეტი, მაგრამ ეს არ იყო სიმდიდრე. ეს იყო შიში. შიში იმისა, რომ თუ ის წავიდოდა, თუ ის დატოვებდა ნატაშას სამი თვით, რაღაც მოხდებოდა. რაღაც შეუქცევადი. ნატაშამ როდესაც გაიგო ამის შესახებ, ცადა დაერწმუნებინა, რამაზ ეს არის შენი კარიერა. შენ უნდა წახვიდე, მაგრამ რამაზმა მხოლოდ თავი გააქნია და თქვა, კარიერა არაფერია ცხოვრების გარეშე. და შენ ხარ ჩემი ცხოვრება, მაგრამ ამ უარმა დატოვა კვალი. თეატრალურ წრეებში დაიწყეს ლაპარაკი, რომ რამაზ ჩხიკვაძე იყო ცოლქვეშა მყოფი, რომ ნატაშა აკონტროლებდა მას, რომ ის არ იყო თავისუფალი მსახიობი. ეს იყო სრული უსაფუძვლობა, ნატაშა არასოდეს უთხრა რამაზს, რა უნდა გაეკეთებინა. პირიქით, ის ყოველთვის მხარს უჭერდა მის გადაწყვეტილებებს. მაგრამ ხალხს სჭირდებოდა ახსნა, რატომ ასეთი ნიჭიერი მსახიობი უარს ამბობდა ასეთ შესაძლებლობებზე. და ყველაზე მარტივი ახსნა იყო ბრალის დადება ქალზე. ნატაშა გრძნობდა ამ ჩურჩულებს, გრძნობდა ამ მზერებს, როდესაც შედიოდა თეატრში. ერთხელ თეატრის ბუფეტში ერთმა მსახიობმა ელენე ვირსალაძემ, რომელიც ცნობილი იყო თავისი პირდაპირობით, უთხრა, ნატაშა, შენ კლავ რამაზის ნიჭს. შენ აკეთებ მას პატარა, შეშინებულ კაცად. ნატაშა უპასუხა მშვიდად, თუმცა მისი ხელები კანკალებდა, მე არ ვაკეთებ რამაზს არაფერს. რამაზი აკეთებს საკუთარ არჩევანს, მაგრამ იმ საღამოს სახლში ისტიროდა და როდესაც რამაზმა ჰკითხა რატომ, მან უთხრა, ხალხი ფიქრობს, რომ მე შენი ციხე ვარ. მაგრამ რამაზ ეს შენ ხარ, ვინც საკუთარ თავს აკეტავს. რამაზმა მაშინ გააკეთა რაღაც, რაც ნატაშას არასოდეს დაავიწყდა. მან ჩაიკეტა თავის კაბინეტში მთელი ღამით. ნატაშა ისმენდა, როგორ დადიოდა ის იქ, წინ და უკან, ფეხის ნაბიჯები მძიმე, რიტმული. დილით, როდესაც ის გამოვიდა, მისი თვალები იყო წითელი, სახე ფერმკრთალი, მაგრამ ის ღიმოდა. მან უთხრა ნატაშას, მე გადავწყვიტე. მე აღარასოდეს წავალ შენგან. არასოდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა შესთავაზება მოვა, არ აქვს მნიშვნელობა, რა შესაძლებლობა. მე ვიქნები აქ შენთან ყოველთვის, ნატაშამ ჰკითხა, მაგრამ რამაზ შენი ნიჭი. შენი ხელოვნება, რამაზმა უპასუხა, ჩემი ხელოვნება არის შენ. ჩემი ნიჭი არის ის, რომ მე შემიძლია შენი სიყვარული. ყველაფერი სხვა არის მხოლოდ ხმაური. ეს იყო მომენტი, როდესაც ნატაშამ გააცნობიერა, რომ რამაზის სიყვარული არ იყო ჩვეულებრივი სიყვარული. ეს იყო რაღაც უფრო ძლიერი, უფრო საშიში. ეს იყო სიყვარული, რომელიც არ იცნობდა საზღვრებს, არ იცნობდა თავის თავს. სიყვარული, რომელიც იყო ერთდროულად საჩუქარი და წყევლა. 1969 წელს, ანას 7 წლის ასაკში, ოჯახში მოხდა ინციდენტი, რომელიც თითქმის გაანადგურა ყველაფერი. ანა დაავადდა მწვავე ბრონქიტით, ტემპერატურა 29 გრადუსამდე ავიდა და ექიმმა რეკომენდაცია გაუწია საავადმყოფოში მოთავსება. ნატაშა თანახმა იყო, მაგრამ რამაზი უარს ამბობდა. ის ამბობდა, რომ საავადმყოფოები იყო საშიში ადგილები, რომ იქ ბავშვები იღუპებოდნენ ინფექციებისგან, რომ ანა უნდა დარჩენილიყო სახლში. ნატაშა ცდილობდა ახსნას, რომ ანას სჭირდებოდა სპეციალური მკურნალობა, რომ სახლში ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ რამაზი არ ისმენდა. ის იჯდა ანას საწოლთან, ხელი მის შუბლზე ედო და ლოცულობდა. ის ლოცულობდა ღმერთს, რომელშიც არ სჯეროდა, ლოცულობდა ყველა წმინდას, რომლის სახელსაც იცოდა, ლოცულობდა თავის მკვდარ დედას, რომელიც გარდაიცვალა, როდესაც ის 10 წლის იყო. ის ამბობდა, არა, თქვენ არ წაიღებთ მას. თქვენ არ წაიღებთ ჩემგან კიდევ ერთს. ნატაშა იდგა კარში და უყურებდა ამ სცენას და მისი გული იმსხვრევდა, რადგან ის ხედავდა, რომ რამაზი არ იყო რაციონალურ მდგომარეობაში. ის იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა არა დაავადებასთან, არამედ თავის საკუთარ დემონებთან. საბოლოოდ, ნატაშამ მიიღო გადაწყვეტილება მარტო. მან დარეკა სასწრაფო დახმარებას და როდესაც ისინი მოვიდნენ, რამაზი ცდილობდა მათ შეჩერებას. ის იდგა ანას საწოლის წინ, ხელები გაშლილი და ყვიროდა, თქვენ არ წაიღებთ მას. თქვენ არ წაიღებთ ჩემს ქალიშვილს, ექიმებმა უნდა დაურეკონ პოლიციას, რომ დაეხმარონ სიტუაციის დაწყნარებაში. ნატაშა ცდილობდა დაერწმუნებინა რამაზი, რამაზ გთხოვ, ისინი ეხმარებიან მას. ისინი გადაარჩენენ მას, მაგრამ რამაზი მხოლოდ ტიროდა და იმეორებდა, მე ვიცი, რომ თუ ის წავალ, ის აღარ დაბრუნდება. მე ვიცი, საბოლოოდ ნატაშამ უნდა მიეღო ყველაზე რთული გადაწყვეტილება თავის ცხოვრებაში. მან უთხრა პოლიციელებს, რომ წაეყვანათ რამაზი სხვა ოთახში, ძალით თუ საჭირო იყო, რათა ექიმებს შეეძლოთ ანას წაყვანა. როდესაც რამაზს იტაცებდნენ ის
ყვიროდა ნატაშას სახელს, ყვიროდა ანას სახელს და ის ყვირილი ისმოდა მთელ სადარბაზოში, ისმოდა ქუჩაში და მეზობლები გამოდიოდნენ და უყურებდნენ, როგორ მიჰქონდათ დიდი მსახიობი, რომელიც იმსხვრეოდა. ანა გამოჯანმრთელდა. ის დარჩა საავადმყოფოში 5 დღე, მიიღო ანტიბიოტიკები და სპეციალური მკურნალობა და დაბრუნდა სახლში ჯანმრთელი. მაგრამ რამაზი არასოდეს გამოჯანმრთელდა იმ ინციდენტიდან. ის ბოდიშს უხდიდა ნატაშას უსასრულოდ, ამბობდა, რომ ის იყო სუსტი, რომ ის იყო შეშლილი, რომ ის არ იმსახურებდა მათ. ნატაშა ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ ის ესმოდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა მათ შორის. პირველად ნატაშამ დაინახა რამაზი არა როგორც მისი მფარველი, არა როგორც მისი მიმცველი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც თვითონ საჭიროებდა დაცვას. და ეს იყო საშინელი აღმოჩენა, რადგან ნატაშა გააცნობიერა, რომ ის არ იყო მხოლოდ რამაზის ცოლი. ის იყო მისი სიცოცხლის ხაზი, მისი ერთადერთი კავშირი რეალობასთან და ეს იყო თვირთი, რომელიც ძალიან მძიმე იყო ერთი ადამიანისთვის. მომდევნო წლები იყო უფრო მშვიდი, მაგრამ ეს სიმშვიდე იყო ზედაპირული. რამაზი აგრძელებდა თამაშს თეატრში, აგრძელებდა იყოს ბრწყინვალე სცენაზე, მაგრამ სახლში ის იყო სულ უფრო მორჩილი, სულ უფრო მდუმარე. ის აღარ ლაპარაკობდა თავის შიშებზე, აღარ ყვიროდა, აღარ ტიროდა. ის უბრალოდ იყო ნატაშას გვერდით, თითქოს მისი ყოფნა იყო ერთადერთი, რაც მას შეეძლო. ნატაშა ხედავდა, როგორ იცვლებოდა ის, როგორ ქრებოდა ის ნელ-ნელა, თითქოს ის ხარჯავდა საკუთარ თავს, რომ ყოფილიყო მათთან. ის ცდილობდა ელაპარაკა მასთან, ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა მის შიგნით, მაგრამ რამაზი მხოლოდ ღიმოდა და ამბობდა, ყველაფერი კარგადაა ნატაშა. მე ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ღიმილი არ აღწევდა მის თვალებამდე. მის თვალებში იყო რაღაც სხვა, იყო დათმობა, იყო მოლოდინი, თითქოს ის იცოდა, რომ რაღაც მოდიოდა, რაღაც გარდაუვალი და ის უბრალოდ ელოდა. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო შევიდა ქაოსში. იყო ომი, იყო ეკონომიკური კრიზისი, იყო სიბნელე ქუჩებში და შიშიგულებში. თეატრები იხურებოდნენ, მსახიობები რჩებოდნენ სამსახურის გარეშე, ხალხი ცდილობდა გადარჩენას. რამაზი და ნატაშა ასევე ებრძოდნენ, მაგრამ მათი ბრძოლა იყო არა მხოლოდ ეკონომიკური. მათი ბრძოლა იყო შინაგანი. რამაზი ხედავდა, როგორ იცვლებოდა სამყარო მის ირგვლივ, როგორ ინგრეოდა ყველაფერი, რაც მან იცოდა და ეს აძლიერებდა მის შიშებს. ის ამბობდა ნატაშას, ხედავ, ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი ქრება. და ჩვენც ქრებით, ნატაშა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ისინი გადარჩებოდნენ, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, მაგრამ რამაზი მხოლოდ თავს უქნევდა და ამბობდა, არა ნატაშა. ჩვენ არ ვართ ძლიერები. ჩვენ ვართ მხოლოდ ერთად. და როდესაც ერთად აღარ ვიქნებით, ყველაფერი დასრულდება, მაგრამ რა იყო ეს ერთად ყოფნა, რომელზეც რამაზი ლაპარაკობდა? რა იყო ეს კავშირი, რომელიც მას ინახავდა ცოცხალს, მაგრამ ამავე დროს კლავდა? და რატომ ნატაშა, ქალი, რომელიც უყვარდა მას უსაზღვროდ გრძნობდა, რომ ის იყო არა მხოლოდ მისი სიყვარული, არამედ მისი ტვირთი, მისი ჯვარი, რომელსაც ის ატარებდა. ამ კითხვებზე პასუხები იყო დამალული იმ ღამეებში, როდესაც რამაზი ივიძებდა ოფლიანი და ეძახდა ნატაშას, იმ დღეებში, როდესაც ის უყურებდა მას ისე, თითქოს ის იყო ერთადერთი ნათელი ბნელ სამყაროში. მაგრამ ნათელი ვერ ანათებს სამუდამოდ. ნათელი იქნება დაღლილი. და რა მოხდება მაშინ, როდესაც ნათელი ჩაქრება? თბილისის მარჯანიშვილის თეატრის ძველ არქივში, რომელიც 2001 წელს გადაიტანეს ციფრულ ფორმატში, აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იყო დალუქული სპეციალურ საქაღალდეში წარწერით პირადი, არ გაიხსნას. ეს იყო ხელნაწერი წერილი რამაზ ჩხიკვაძისგან თეატრის დირექტორისადმი, დათარიღებული 1992 წლის თებერვლით, სადაც ის თხოვდა შვებულებას განუსაზღვრელი ვადით. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი შვებულების თხოვნა. წერილში რამაზი წერდა, მე აღარ შემიძლია თამაში იმის, რომ ყველაფერი კარგადაა. მე აღარ შემიძლია სცენაზე გასვლა და სხვა ადამიანების ცხოვრების გამოსახვა, როდესაც ჩემი საკუთარი ცხოვრება იშლება. ნატაშა ავად არის. ექიმები ამბობენ, რომ ეს არაფერი სერიოზულია, მაგრამ მე ვხედავ მის თვალებში. მე ვხედავ, რომ რაღაც ცვლილობს. და მე ვიცი, რომ როდესაც ის წავა, მეც წავალ, დირექტორმა ელგუჯა ბურდული, რომელიც ახლა ცხოვრობს გერმანიაში და პირველად ლაპარაკობს ამ თემაზე, გვეუბნება, მე წავიკითხე ეს წერილი და ვერ დავიჯერე. რამაზი იყო ჩვენი ვარსკვლავი, ჩვენი სიამაყე. მაგრამ იმ სიტყვებში იყო რაღაც, რაც მაშინვე მომცა გაგება, ეს არ იყო დეპრესია, ეს არ იყო დაღლილობა. ეს იყო წინასწარმეტყველება, რა ხედავდა რამაზი ნატაშას თვალებში, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ? რა იყო ეს ცვლილება, რომელიც მხოლოდ მას შეეძლო აღქმა?
და რატომ იყო ის დარწმუნებული, რომ მათი ბედი იყო შეკრული ისე, რომ ერთის გარეშე მეორე უბრალოდ ვერ იარსებებდა? ნატაშას ჯანმრთელობა მართლაც იწყებდა გაუარესებას 1990-იანი წლების დასაწყისში. ის იყო მუდმივი თავის ტკივილები, იყო დაღლილობა, რომელიც არ გადიოდა დასვენების შემდეგაც. ექიმები აკეთებდნენ გამოკვლევებს, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ კონკრეტულს. ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო სტრესი, ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო ასაკი, ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო უბრალოდ დაღლილობა იმ მძიმე წლებისგან, რომლებიც საქართველომ გადაიტანა. მაგრამ რამაზი არ იჯერებდა არც ერთ ამ ახსნას. ის იცოდა, რომ რაღაც უფრო სერიოზული ხდებოდა, რაღაც, რაც ექიმების აპარატები ვერ აღმოაჩენდნენ. ის იწყებდა ყოველდღიურ რიტუალს, ყოველ დილას, როდესაც ნატაშა იღვიძებდა, რამაზი უკვე იჯდა მის საწოლის გვერდით და აკვირდებოდა მის სუნთქვას, ითვლიდა მის პულსს, ეხებოდა მის შუბლს, რომ შეამოწმებინა ტემპერატურა. ნატაშა ეუბნებოდა, რამაზ, მე კარგად ვარ. შენ უნდა შეწყვიტო ეს, მაგრამ რამაზი არ წყვეტდა. ის ამბობდა, მე უნდა ვიცოდე. მე უნდა ვიყო მზად რისთვის. ნატაშა არ ბედავდა კითხოს, რადგან ის იცოდა პასუხი და ეს პასუხი აშინებდა მას. 1993 წელს რამაზმა გააკეთა რაღაც, რაც არავის ელოდა. მან შეწყვიტა თამაში თეატრში. უბრალოდ შეწყვიტა. მან არ გააფრთხილა დირექცია, არ გააფრთხილა თანამშრომლები, უბრალოდ ერთ დღეს არ გამოცხადდა რეპეტიციაზე, არ გამოცხადდა სპექტაკლზე. თეატრმა დარეკა სახლში და ნატაშამ უპასუხა, რომ რამაზი ავად იყო, რომ მას სჭირდებოდა დასვენება. მაგრამ რამაზი არ იყო ავად ფიზიკურად. ის იჯდა სახლში, იჯდა ნატაშას გვერდით და უბრალოდ იყო. ის აღარ კითხულობდა სცენარებს, აღარ სწავლობდა როლებს, აღარ ლაპარაკობდა თეატრზე. როდესაც მეგობრები რეკავდნენ და ეკითხებოდნენ, რა ხდებოდა, რამაზი ამბობდა, მე მაქვს უფრო მნიშვნელოვანი საქმე. მე უნდა ვიყო აქ. ნატაშა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ დაბრუნებულიყო თეატრში, რომ თეატრი იყო მისი სიცოცხლე, მაგრამ რამაზი მხოლოდ თავს უქნევდა და ამბობდა, არა ნატაშა. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე. თეატრი იყო მხოლოდ გზა შენამდე მისასვლელად. ახლა, როდესაც მე შენთან ვარ, მე აღარ მჭირდება გზა. ეს იყო მომენტი, როდესაც ნატაშამ გააცნობიერა, რომ რამაზი არ იყო უბრალოდ დამოკიდებული მასზე. ის იყო შერწყმული მასთან, იდენტიფიცირებული მასთან ისე, რომ მისი საკუთარი იდენტობა, მისი საკუთარი არსებობა ქრებოდა. მეგობრები და კოლეგები ცდილობდნენ ჩარევას. ისინი მოდიოდნენ სახლში, ლაპარაკობდნენ რამაზთან, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ ის აკეთებდა შეცდომას, რომ ის კლავდა თავის კარიერას, თავის მემკვიდრეობას. მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც იყო რამაზის უახლოესი მეგობარი, ერთხელ უთხრა მას, რამაზ, შენ ხარ უდიდესი მსახიობი, რომელიც საქართველოს ჰყავდა. შენ არ შეგიძლია უბრალოდ გაქრე. რამაზმა უპასუხა მშვიდად, თითქმის ჩურჩულით, კახი, მე უკვე გავქრი. მე გავქრი იმ დღეს, როდესაც შევხვდი ნატაშას. ის, რასაც შენ ხედავ, არის მხოლოდ ჩრდილი, რომელიც მოძრაობს მის ნათელში. კახი მოგვიანებით იხსენებდა, მე მივხვდი იმ მომენტში, რომ რამაზი დაკარგული იყო. არა დაკარგული გზაზე, არამედ დაკარგული საკუთარ თავში. ის აღარ იყო რამაზ ჩხიკვაძე, მსახიობი. ის იყო რამაზ ჩხიკვაძე, ნატაშას ჩრდილი, მაგრამ რა აიძულებდა ადამიანს, რომ გადაქცეულიყო ჩრდილად. რა შიში, რა ტრავმა იყო ისე ღრმა, რომ ის ანადგურებდა საკუთარ თავს, რომ ყოფილიყო ახლოს იმ ერთადერთ ადამიანთან, რომელიც მას ინახავდა ცოცხალს. პასუხი იყო დამალული რამაზის ბავშვობაში, იმ ნაწილში მისი ცხოვრებისა, რომელზეც ის არასოდეს ლაპარაკობდა. რამაზის დედა ეკატერინე ჩხიკვაძე გარდაიცვალა, როდესაც რამაზი 10 წლის იყო. ის ისტორია გადაეცემოდა ოჯახში ჩურჩულით, არასოდეს ხმამაღლა, ეკატერინე ავად გახდა უეცრად, ერთი კვირის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა და შემდეგ ის წავიდა. რამაზი იყო მასთან ბოლო ღამეს, იჯდა მის საწოლთან, ეჭირა მისი ხელი და ის პირდებოდა მას, დედა, მე არ წავალ. მე აქ ვიქნები. მე ყოველთვის აქ ვიქნები, მაგრამ დილით, როდესაც ის გაიღვიძა, ეკატერინე უკვე წასული იყო. რამაზის ბიძა, გიორგი ჩხიკვაძე, რომელიც ახლა 95 წლისაა და ცხოვრობს ბათუმში, პირველად ყვება ამ ისტორიას, რამაზი არ ტიროდა დაკრძალვაზე. ის უბრალოდ იდგა საფლავთან, ხელები ჯიბეებში ჩაყრილი და უყურებდა, როგორ ჩაფლავდნენ მის დედას. მაგრამ იმ ღამეს სახლში მე გავიღვიძე მისი ყვირილისგან. ის ყვიროდა, მე დავპირდი. მე დავპირდი, რომ აქ ვიქნები. მაგრამ ის მაინც წავიდა და მე მივხვდი, რომ რამაზი თავის თავს ადანაშაულებდა.
ის ფიქრობდა, რომ თუ ის არ ჩაეძინა, თუ ის რჩებოდა გამოუძებული, მისი დედა არ მოკვდებოდა. ეს იყო ის ტრავმა, რომელიც ჩამოყალიბდა რამაზის ფსიქიკაში, რწმენა, რომ თუ ის არ იყო ყურადღებიანი, თუ ის არ იყო მუდმივად მზად, ის დაკარგავდა იმ ადამიანებს, რომლებიც მას უყვარდა. ეს რწმენა გადაეცა მის ზრდასრულ ცხოვრებაში, გადაეცა მის ურთიერთობაში ნატაშასთან. რამაზი არ უყვარდა ნატაშა ჩვეულებრივი სიყვარულით, ის უყვარდა მას იმ სასოწარკვეთილი, შეშინებული ბავშვის სიყვარულით, რომელმაც დაკარგა დედა და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაკარგავდა კიდევ ერთს. ყოველი მისი მოქმედება, ყოველი მისი შიში, ყოველი მისი კონტროლის მცდელობა გამომდინარეობდა იმ ძველი ჭრილობიდან, რომელიც არასოდეს შეხორცებულა. ნატაშა არ იცოდა ამ ისტორიის შესახებ, რამაზი არასოდეს უყვებოდა მას თავის დედაზე, არასოდეს უყვებოდა იმ ღამეზე. მაგრამ ის გრძნობდა მის წონას, გრძნობდა მის ტკივილს, თუმცა არ იცოდა მისი წყარო. ის ცდილობდა ყოფილიყო ყველაფერი რამაზისთვის, ცოლი, მეგობარი, მშობელი, მაშველი. მაგრამ როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს ყველაფერი სხვა ადამიანისთვის? როგორ შეიძლება ერთი ადამიანი შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც შეიქმნა ბავშვობაში, როდესაც დედა წავიდა და დატოვა შიში, რომელიც არასოდეს დაძინებულა? 1995 წელს ნატაშას მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თავის ტკივილები გახდა უფრო ხშირი, დაღლილობა გახდა მუდმივი. ექიმებმა საბოლოოდ იპოვეს რაღაც, ეს იყო ქრონიკული დაავადება, რომელიც მოითხოვდა მუდმივ მკურნალობას, მუდმივ მონიტორინგს, მაგრამ რომელიც არ იყო სასიკვდილო. ექიმმა ნინო ჯავახიშვილმა, რომელიც მკურნალობდა ნატაშას, უთხრა მას, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ნორმალური ცხოვრება ამ დიაგნოზით. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ ფრთხილად, უნდა მიიღოთ მედიკამენტები, უნდა დაისვენოთ, მაგრამ როდესაც ნატაშამ უთხრა ეს რამას, მან არ გაიგო სიტყვები ნორმალური ცხოვრება, მან გაიგო მხოლოდ სიტყვა დაავადება, მან გაიგო მხოლოდ ის, რომ რაღაც არ იყო კარგად ნატაშასთან, რომ რაღაც ემუქრებოდა მას და ეს იყო საკმარისი, რომ მისი ყველაზე ღრმა შიში გამოეღვიძებინა. რამაზი გახდა კიდევ უფრო ყურადღებიანი, კიდევ უფრო კონტროლირებადი. ის არ უშვებდა ნატაშას სახლიდან მარტო, არ უშვებდა მას რაიმეს გაკეთებას მისი დახმარების გარეშე. ის ამზადებდა მის საჭმელს, აძლევდა მის მედიკამენტებს, აკონტროლებდა მის წილს. ნატაშა ცდილობდა პროტესტი, ცდილობდა ეთქვა, რომ ის შეეძლო საკუთარი თავის მოვლა, მაგრამ რამაზი არ ისმენდა. ის ამბობდა, მე არ დავუშვებ, რომ რაიმე მოგხდეს. მე არ დავუშვებ, მაგრამ ამ მუდმივმა ზრუნვამ, ამ მუდმივმა კონტროლმა დაიწყო ნატაშას დაღლა. ის გრძნობდა, რომ ის კარგავდა საკუთარ თავს, კარგავდა თავის დამოუკიდებლობას, თავის იდენტობას. ის აღარ იყო ნატაშა ჩხიკვაძე, მსახიობი, ქალი, დედა. ის იყო ნატაშა ჩხიკვაძე, რამაზის პაციენტი, რამაზის პროექტი, რამაზის მიზეზი არსებობისთვის. და ეს იყო ტვირთი, რომელიც ძალიან მძიმე იყო. ერთხელ 1996 წელს ნატაშამ უთხრა თავის მეგობარს, ნინოს, მე უგრძნობ, რომ მევკვდები. არა ფიზიკურად, არამედ შიგნიდან. რამაზის სიყვარული მკლავს. ის მიყვარს ისე ძლიერად, რომ მე აღარ შემიძლია სუნთქვა. ნინომ ჰკითხა, რატომ არ ეუბნები მას? ნატაშამ უპასუხა, რადგან თუ მე ვეტყვი მას, ის გაიშლება. და მე არ შემიძლია იყო მიზეზი მისი განადგურებისა, ეს იყო ტრაგედია მათი სიყვარულისა, ორივე მათგანი ცდილობდა გადაერჩინა მეორე, მაგრამ ამ ცდილობაში ორივე მათგანი ნადგურდებოდა. 1999 წელს ნატაშას ჯანმრთელობა კიდევ ერთხელ გაუარესდა. ეს იყო უფრო სერიოზული ამჯერად, ის დაეცა სახლში, დაკარგა გონება რამდენიმე წუთით. რამაზი იყო მასთან, მაშინვე დარეკა სასწრაფო დახმარებას, მაშინვე წაიყვანა ის საავადმყოფოში. ექიმებმა გააკეთეს გამოკვლევები და აღმოაჩინეს, რომ ნატაშას ჰქონდა სერიოზული პრობლემა, რომელიც მოითხოვდა ოპერაციას. ოპერაცია არ იყო რთული, არ იყო საშიში, მაგრამ ის იყო საჭირო. როდესაც ექიმმა უთხრა ეს რამას, რამაზი უბრალოდ იდგა და უყურებდა მას, სახე ფერმკრთალი, თვალები ფართოდ გახელილი. შემდეგ მან ჰკითხა, რა შანსია, რომ რაიმე არასწორად წავიდეს? ექიმმა უპასუხა, ძალიან მცირე. ეს არის რუტინული ოპერაცია, მაგრამ რამაზისთვის არ არსებობდა ძალიან მცირე შანსი, არსებობდა მხოლოდ შანსი და ეს იყო საკმარისი, რომ მისი სამყარო ჩამოინგრია. ის დაჯდა დერეფანში, თავი ხელებში ჩაფლული და დაიწყო ლოცვა. ის ლოცულობდა ყველა ღმერთს, რომლის სახელსაც იცოდა, ლოცულობდა ყველა წმინდას, ლოცულობდა თავის მკვდარ დედას. ის ამბობდა, გთხოვ, არა. არა ახლა. არა ასე. მე ვერ გადავრჩები მის გარეშე. მე ვერ იარსებებ მის გარეშე, მაგრამ ვის ელოცებოდა ის? ღმერთს, რომელშიც არ სჯეროდა? თუ საკუთარ შიშს, რომელიც გახდა მისი ერთადერთი რელიგია. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.
ნატაშა გამოჯანმრთელდა, დაბრუნდა სახლში 2 კვირის შემდეგ. მაგრამ რამაზი არასოდეს გამოჯანმრთელდა იმ გამოცდილებიდან. იმ 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ნატაშა იყო საავადმყოფოში, რამაზი არ ჭამდა, არ ძინავდა, არ ლაპარაკობდა. ის უბრალოდ იჯდა საავადმყოფოს ტელეფონში, ელოდა, უყურებდა კარს, რომლის უკან იყო ნატაშა. ექთნები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ წასულიყო სახლში და ესვენა, მაგრამ რამაზი უარს ამბობდა. ის ამბობდა, მე უნდა ვიყო აქ. თუ რაიმე მოხდება და მე არ ვიქნები აქ, მე ვერასოდეს ვიპატიებ საკუთარ თავს. როდესაც ნატაშა საბოლოოდ დაბრუნდა სახლში, რამაზი შეხვდა მას კარში, ჩაიხუტა მას და ტიროდა. ის ტიროდა ისე, როგორც ბავშვი ტირის, როდესაც კარგავს დედას და შემდეგ პოულობს მას. ნატაშა ეხებოდა მის თმას, ამბობდა, რამაზ, მე აქ ვარ. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რამაზი მხოლოდ იმეორებდა, მე ვიცოდი. მე ვიცოდი, რომ ერთხელ შენ წახვალ და აღარ დაბრუნდები. და მე ვერ გადავრჩები ამას, მომდევნო წლები იყო ნელი დაცემა. რამაზი აღარ ტოვებდა სახლს, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად საჭირო იყო. ის ცხოვრობდა მხოლოდ ნატაშასთვის, მხოლოდ მის გვერდით. მისი მეგობრები წყვეტდნენ კავშირს მასთან, რადგან ის აღარ პასუხობდა ზარებს, აღარ იღებდა სტუმრებს. თეატრი დაივიწყა მას, ახალი თაობა მსახიობებისა არ იცოდა მის სახელს. რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ოდესღაც იყო ლეგენდა, გახდა მოჩვენება, ჩრდილი, რომელიც ცხოვრობდა დახურულ სახლში ერთადერთ ადამიანთან, რომელიც მას ინახავდა ცოცხალს. ნატაშა ხედავდა ამას, ხედავდა, როგორ ქრებოდა რამაზი, როგორ იხრწნებოდა ის და მისი გული იმსხვრეოდა. ის ცდილობდა ელაპარაკა მასთან, ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ დაბრუნებულიყო ცხოვრებაში, მაგრამ რამაზი მხოლოდ ღიმოდა და ამბობდა, ეს არის ჩემი ცხოვრება, ნატაშა. შენთან ყოფნა. ეს არის ყველაფერი, რაც მე მჭირდება, მაგრამ ეს არ იყო ცხოვრება. ეს იყო არსებობა, ეს იყო ლოდინი, ლოდინი იმისა, რაც ორივე მათგანი იცოდა, რომ ერთ დღეს მოვიდოდა. 2002 წელს ნატაშას გული გაჩერდა. ეს მოხდა სახლში, მშვიდად ღამით. რამაზი იყო მის გვერდით, როგორც ყოველთვის. ის იღვიძა და იგრძნო, რომ რაღაც არ იყო კარგად. მან შეხო ნატაშას და უძახა მას, მაგრამ ის არ პასუხობდა. რამაზმა დარეკა სასწრაფო დახმარებას, ცდილობდა გულის მასაჟის გაკეთებას, ყვიროდა, ტიროდა, ევედრებოდა ნატაშას, რომ არ წასულიყო. მაგრამ ნატაშა უკვე წასული იყო. როდესაც სასწრაფო დახმარება მოვიდა, მათ შეეძლოთ მხოლოდ დაედასტურებინათ ის, რაც რამაზი უკვე იცოდა, ნატაშა აღარ იყო. რამაზი იჯდა იატაკზე, ნატაშას სხეული მკლავებში ეჭირა და ის არ ტიროდა. ის უბრალოდ უყურებდა მის სახეს და ჩურჩულებდა, მე ვიცოდი. მე ყოველთვის ვიცოდი. ახლა ჩემი რიგია, ექიმები ცდილობდნენ მის გამოყოფას ნატაშასგან, მაგრამ რამაზი არ უშვებდა. ის ამბობდა, არა. მე უნდა ვიყო მასთან. მე დავპირდი, რომ ყოველთვის ვიქნები მასთან, საბოლოოდ მათ მოუჭიათ ძალის გამოყენება, რომ გამოეხოთ ის. და როდესაც ისინი წაიყვანეს ნატაშას სხეული, რამაზი დარჩა იატაკზე, ხელები გაშლილი, თითქოს ის ეხებოდა რაღაცას, რაც აღარ იყო იქ. მაგრამ რა იყო ეს, რასაც ის ეხებოდა? ნატაშას მეხსიერება? თუ საკუთარი სიცოცხლის ბოლო ნაწილი, რომელიც ნელა გაქრებოდა? თბილისის სასაფლაოზე ნატაშას დაკრძალვიდან 3 დღის შემდეგ, მცველმა იპოვა რაღაც, რაც 20 წლის განმავლობაში დარჩა დალუქული პოლიციის არქივში. ახალი საფლავის გვერდით, ქვის ქვეშ, იყო დამალული პატარა ვერცხლის ყუთი, რომელშიც ინახებოდა 2 ქაღალდი. პირველი იყო წერილი რამაზისგან ნატაშასადმი, დაწერილი 1967 წელს, მათი ქორწინების დღეს. ნატაშა, მე დავწერე ამ სიტყვებს, რომ შენ იცოდე, როდესაც მე აღარ ვიქნები, ეს არ იქნება დასასრული. მე მოვალ შენთან. მე ყოველთვის მოვალ შენთან. რადგან ჩვენ არ ვართ 2 ადამიანი. ჩვენ ვართ ერთი სული 2 სხეულში. და როდესაც ერთი სხეული წავა, მეორე უბრალოდ დაელოდება თავის რიგს. მეორე ქაღალდი იყო სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ რამაზს ჰქონდა მძიმე გულის დაავადება, რომელიც აღმოაჩინეს 1990-იან წლებში, მაგრამ რომელზეც მან უარი თქვა ოპერაციაზე. ექიმის ჩანაწერში იყო დაწერილი, პაციენტი ამბობს, რომ ის არ სურს გადარჩენა, თუ ეს ნიშნავს დროის გატარებას ცოლისგან განშორებით ოპერაციის შემდეგ. რამაზი იცოდა, რომ ის კვდებოდა. ის იცოდა 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ ის არჩევდა სიკვდილს ნატაშასთან ერთად, ვიდრე სიცოცხლეს მისგან განშორებით. რა სახის სიყვარულია ეს, რომელიც ირჩევს სიკვდილს? რა სახის კავშირია ეს, რომელიც ძლიერია სიცოცხლეზე?
და რატომ არავინ არ იცოდა, რომ რამაზი ატარებდა საკუთარი სიკვდილის საიდუმლოს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წამს, რაც ის ატარებდა ნატაშასთან ერთად. ნატაშას დაკრძალვის შემდეგ რამაზი დაბრუნდა სახლში და დახურა კარი. მეზობლები, რომლებიც ცდილობდნენ მასთან ლაპარაკს, ამბობენ, რომ ისინი ისმენდნენ მის ხმას ღამით. ის ლაპარაკობდა ვიღაცასთან, ლაპარაკობდა ნატაშასთან, თითქოს ის ჯერ კიდევ იქ იყო. ის ამბობდა: დიახ, ნატაშა, მე ვიცი. მე მალე მოვალ. მე უბრალოდ უნდა დავასრულო რამდენიმე რამ. მეზობელი ეთერი გოგოლაძე, რომელიც ცხოვრობდა ზემოთ სართულზე, იხსენებს: მე ვფიქრობდი, რომ რამაზი კარგავდა გონებას. მაგრამ შემდეგ მე გავიგე, ის არ კარგავდა გონებას. ის უბრალოდ ემზადებოდა. ის ემზადებოდა წასვლისთვის. რამაზი დაიწყო თავისი საქმეების მოწესრიგება. მან დაწერა ანდერძი, სადაც ყველაფერი დატოვა თავის ქალიშვილს, ანას. მან დაალაგა ყველა დოკუმენტი, ყველა ფოტო, ყველა წერილი. მან გააკეთა ვიდეო ჩანაწერი ანასთვის, სადაც უხსნიდა: ანა, შენ უნდა იცოდე, რომ მე შენ მიყვარხარ. მაგრამ მე არ შემიძლია დავრჩე აქ შენი დედის გარეშე. მე ვცადე. მე ვცადე 3 დღე, 3 უსასრულო დღე. მაგრამ ყოველი სუნთქვა არის ტკივილი, ყოველი გულისცემა არის წყევლა. მე არ ვარ ცოცხალი მის გარეშე. მე ვარ მხოლოდ ფუნქციონირებადი სხეული, რომელიც ელოდება გაჩერებას. მე-7 დღეს ნატაშას გარდაცვალების შემდეგ ანა მივიდა სახლში, რომ ენახა მამა. ის იპოვა რამაზის აძინებელში საწოლზე, ნატაშას გვერდით, სადაც ნატაშა ძინავდა. რამაზი ეხვეოდა ნატაშას ბალიშს, ეხვეოდა მის ტანსაცმელს, რომელიც ჯერ კიდევ ინახებოდა კარადაში. ანამ უთხრა: მამა, შენ უნდა ჭამო რაიმე. შენ უნდა დაისვენო. რამაზმა შეხედა მას და თქვა: ანა, შენი დედა მელოდება. მე უგრძნობ მას. ის მელოდება და მე არ შემიძლია მას დავაყოვნო. ანამ ვკითხა: მამა, რაზე ლაპარაკობ? რამაზმა უპასუხა: შენ ახალგაზრდა ხარ. შენ ვერ გაიგებ. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც შენ იპოვი ადამიანს, რომელიც არის შენი სული, შენ გაიგებ. შენ გაიგებ, რომ სიცოცხლე მის გარეშე არ არის სიცოცხლე. ეს არის მხოლოდ ლოდინი. ანა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ დარჩენილიყო რომ ებრძოლა, მაგრამ რამაზი მხოლოდ თავს უქნევდა. ის თქვა: მე აღარ ვიბრძვი, ანა. მე დავიღალე ბრძოლით. მე დავიღალე შიშით. მე დავიღალე იმით, რომ ვცხოვრობ ნახევრად. ახლა მე მინდა სრულად ვიყო. და სრულად ვიქნები მხოლოდ მასთან. იმ საღამოს რამაზმა მიიღო ყველა მედიკამენტი, რომელიც ჰქონდა სახლში. ეს იყო მისი გულის მედიკამენტები, რომლებიც უნდა ენახა მას ცოცხალს, მაგრამ რომლებიც ის არ იღებდა წლების განმავლობაში. მან მიიღო ისინი ერთად, ყველა ერთდროულად, ნატაშას ფოტოსთან ერთად ხელში. მან დაწვა საწოლზე, თავი ნატაშას ბალიშზე დაადო და დახუჭა თვალები. მეზობლები ამბობენ, რომ იმ ღამეს ისინი ისმენდნენ მუსიკას რამაზის ბინიდან. ეს იყო ძველი ქართული სიმღერა, რომელიც ნატაშა უყვარდა, სიმღერა სიყვარულზე, რომელიც არასოდეს მთავრდება. მუსიკა უკრავდა მთელი ღამის განმავლობაში, უკრავდა და დილით, როდესაც ანა დაბრუნდა, მან იპოვა თავისი მამა უძრავი, 7 ხელი ნატაშას ფოტოზე დადებული. რამაზ ჩხიკვაძის გული გაჩერდა ზუსტად იმავე დროს, როდესაც ნატაშას გული გაჩერდა, ღამის 2 საათზე. ზუსტად 1 კვირის შემდეგ. თითქოს მათ გულებს ჰქონდათ შეთანხმება, რომელიც აღემატებოდა სიცოცხლეს და სიკვდილს. პოლიციამ გამოიძია შემთხვევა, მაგრამ არაფერი იპოვა საეჭვო. ოფიციალური დასკვნა იყო, ბუნებრივი სიკვდილი გულის უკმარისობის შედეგად, მაგრამ ის, რასაც პოლიცია ვერ დაწერდა თავის ანგარიშში, იყო ის, რომ რამაზ ჩხიკვაძე არ მოკვდა გულის უკმარისობისგან. ის მოკვდა სიყვარულის სიჭარბისგან, მოკვდა იმ შეუძლებლობისგან, რომ ყოფილიყო ცალკე იმ ადამიანისგან, რომელიც იყო მისი სიცოცხლის არსი. ექიმმა, რომელმაც გააკეთა აუტოპსია, კონფიდენციალურად უთხრა ანას: თქვენი მამის გული იყო ძალიან სუსტი. ის უნდა მომკვდარიყო წლების წინ. მაგრამ რაღაც ინახავდა მას ცოცხალს. და როდესაც ეს რაღაც წავიდა, მისი გული უბრალოდ შეწყვიტა ბრძოლა, ეს რაღაც იყო ნატაშა. ნატაშა იყო რამაზის გულისცემა, მისი სუნთქვა, მისი არსებობის მიზეზი. და როდესაც ის წავიდა, რამაზის სხეული უბრალოდ გააცნობიერა ის, რასაც მისი სული უკვე იცოდა, რომ ის აღარ იყო საჭირო, რომ მისი როლი დასრულდა, რომ დროა წასვლის. დაკრძალვა იყო მშვიდი, პატარა, მხოლოდ ოჯახი და რამდენიმე ძველი მეგობარი. რამაზი დაკრძალეს ნატაშას გვერდით, ზუსტად ისე, როგორც მან მოითხოვა თავის ანდერძში. საფლავის ქვაზე ამოტვიფრეს მხოლოდ 2 სახელი და 2 თარიღი, მაგრამ ქვეშ, პატარა ასოებით იყო დაწერილი სიტყვები, რომლებიც რამაზმა თვითონ აირჩია წლების წინ:
ორი სული ერთი გულის სამუდამოდ ერთად, ხალხი, რომლებიც მოვიდნენ პატივის მისაგებად, ამბობდნენ, რომ ეს იყო ულამაზესი სიყვარულის ისტორია, რომელიც მათ ოდესმე გაუგონიათ. მაგრამ ზოგიერთი, ვინც იცნობდა რამას ახლოდან, ამბობდა რაღაც სხვას. ისინი ამბობდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ სიყვარულის ისტორია. ეს იყო ისტორია დამოკიდებულებაზე, ისტორია შიშზე, ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიყვარული გახდეს ციხე, როდესაც ის არის ძალიან ძლიერი, ძალიან ყოვლისმომცველი, ძალიან აბსოლუტური. ანა, რომელიც ახლა ცხოვრობს საფრანგეთში და მუშაობს როგორც ფსიქოლოგი, ლაპარაკობს თავისი მშობლების ურთიერთობაზე იშვიათად, მაგრამ როდესაც ლაპარაკობს, მისი სიტყვები არის სავსე ტკივილით და გაგებით. ის ამბობს, ჩემი მამა უყვარდა ჩემი დედა იმ სახით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც იდეალური, როგორც სრულყოფილი. მაგრამ ეს სიყვარული ასევე იყო მისი წყევლა. ის არ შეეძლო ყოფილიყო საკუთარი თავი, არ შეეძლო ყოფილიყო დამოუკიდებელი, რადგან მისი მთელი არსებობა იყო შეკრული ჩემს დედასთან. და ჩემი დედა, რომელიც უყვარდა მას, უკან ატარებდა ამ თვირთს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, თვირთს იმისა, რომ იყო ვიღაცის მთელი სამყარო. ანა ჩერდება, თვალებში ცრემლები უბრუნდება და აგრძელებს. მე ვიცი, რომ ხალხი ფიქრობს, რომ ეს იყო რომანტიული. მაგრამ მე ვიცი ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის ის, რომ ჩემი მამა მოკვდა არა იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა ჩემი დედა. ის მოკვდა იმიტომ, რომ მას არასოდეს ესწავლა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ცოცხალი საკუთარი თავისთვის. დღეს 21 წლის შემდეგ რამაზისა და ნატაშას გარდაცვალების შემდეგ მათი საფლავი ხდება ადგილი, სადაც ხალხი მოდის, რომ ილოცოს სიყვარულისთვის, რომელიც არასოდეს მთავრდება. ახალგაზრდა წყვილები ტოვებენ ყვავილებს, წერენ წერილებს, ევედრებიან რამაზსა და ნატაშას, რომ დაიცვან მათი ურთიერთობები. მაგრამ არის სხვებიც, ვინც მოდის და უყურებს იმ საფლავს სხვა თვალებით. ისინი ხედავენ არა მხოლოდ სიყვარულის სიმბოლოს, არამედ გაფრთხილებას იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც სიყვარული კარგავს ბალანსს, როდესაც ის ხდება არა კავშირი ორ თანასწორ ადამიანს შორის, არამედ შერწყმა, სადაც ერთი ადამიანი კარგავს საკუთარ თავს მეორეში. ფსიქოლოგი თამარ ბერიძე, რომელიც წერს წიგნს რამაზისა და ნატაშას ურთიერთობაზე, ამბობს, ეს არის ისტორია, რომელიც გვიჩვენებს სიყვარულის ორ სახეს, სიყვარულს, რომელიც აშენებს და სიყვარულს, რომელიც ანადგურებს. რამაზის სიყვარული იყო ტოტალური, აბსოლუტური, მაგრამ ის ასევე იყო დესტრუქციული, რადგან ის არ ტოვებდა ადგილს ინდივიდუალობისთვის, არ ტოვებდა ადგილს ზრდისთვის, არ ტოვებდა ადგილს თავისუფლებისთვის, მაგრამ იყო თუ არა ეს მხოლოდ რამაზის არჩევანი? იყო თუ არა ეს მხოლოდ მისი სისუსტე, მისი შიში, მისი უნარობა ყოფილიყო დამოუკიდებელი? თუ იყო რაღაც უფრო ღრმა რაღაც, რაც ჩვენ ყველას გვაქვს შიგნით, ეს პრიმიტიული, ძველი შიში დაკარგვის, შიში მარტოობის, შიში იმისა, რომ ვიპოვოთ ვიღაც, ვინც გვაძლევს მნიშვნელობას და შემდეგ დავკარგოთ ის. რამაზ ჩხიკვაძე იყო უბრალოდ ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო ამ შიშის დამალვა, ვერ შეძლო მისი კონტროლი. ის იყო ადამიანი, რომელმაც იცხოვრა თავისი შიშები ხმამაღლა, გამჭვირვალედ, შეუპოვრად. და ამან მას გახადა ერთდროულად ტრაგიკული და ადამიანური, შემაშფოთებელი და გასაგები. რადგან ვინ ჩვენგანი არ გვიფიქრია, ვინმე წუთში, რომ ჩვენ ვერ გადავრჩებით იმ ადამიანის გარეშე, რომელიც გვიყვარს? ვინ ჩვენგანი არ გვიგრძნია ვინმე მომენტში, რომ ჩვენი სიცოცხლე არის შეკრული სხვა ადამიანის სიცოცხლესთან? რამაზი უბრალოდ იყო ის, ვინც ვერ გამოვიდა ამ გრძნობიდან. ის დარჩა იქ, იმ შიშში, იმ დამოკიდებულებაში, იმ სიყვარულში, რომელიც იყო ძალიან დიდი, რომ ეტია ერთ გულში. ნატაშას როლი ამ ისტორიაში ხშირად იკარგება რამაზის ჩრდილში. ხალხი ლაპარაკობს რამაზის სიყვარულზე, რამაზის ტკივილზე, რამაზის არჩევანზე. მაგრამ რა იყო ნატაშასთვის? როგორ იყო მისთვის ცხოვრება იმ ადამიანთან, რომელიც მას უყურებდა ისე, თითქოს ის იყო ჰაერი, რომელსაც ის სუნთქავდა? ნატაშას მეგობარი ნინო, რომელიც ახლა ცხოვრობს ამერიკაში, ლაპარაკობს ამაზე პირველად. ნატაშა მიყვარდა რამაზი. ეს იყო ნამდვილი. მაგრამ ის ასევე იყო დაღლილი. დაღლილი იმით, რომ იყო ვიღაცის მთელი სამყარო, დაღლილი იმით, რომ ატარებდა პასუხისმგებლობას სხვა ადამიანის ბედნიერებაზე, სხვა ადამიანის სიცოცხლეზე. ის მითხრა ერთხელ რამდენიმე თვით მისი გარდაცვალების წინ, ნინო, მე ვიცი, რომ როდესაც მე წავალ, რამაზიც წავა. და ეს არის ტვირთი, რომელიც მე ვატარებ ყოველდღე, ცოდნა იმისა, რომ ჩემი სიკვდილი იქნება მისი სიკვდილიც. ეს იყო ნატაშას წყევლა, არა იმის ცოდნა, რომ მას უყვარდნენ, არამედ იმის ცოდნა, რომ მას უყვარდნენ ძალიან ძლიერად, ძალიან სრულად, ძალიან აბსოლუტურად. დღეს, როდესაც ახალგაზრდა მსახიობები სწავლობენ რამაზ ჩხიკვაძის როლებს, როდესაც ისინი უყურებენ მის ძველ ჩანაწერებს, მის რიჩარდ მესამეს, მის ჰამლეტს, მის ლირს, ისინი ხედავენ გენიალობას, ხედავენ ნიჩს, ხედავენ ძალას.
მაგრამ ის, რასაც ისინი ვერ ხედავენ, არის ტკივილი, რომელიც იყო იმ გენიალობის უკან, შიში, რომელიც კვებავდა იმ ნიჭს, სისუსტე, რომელიც იყო იმ ძალის საფუძველი. რამაზ ჩხიკვაძე იყო დიდი მსახიობი არა მიუხედავად თავისი დამოკიდებულებისა ნატაშაზე, არამედ იმის გამო. მისი უნარი, რომ სრულად ყოფილიყო როლში, სრულად ყოფილიყო პერსონაჟში, გამომდინარეობდა იმავე ადგილიდან, საიდანაც გამომდინარეობდა მისი უნარი, რომ სრულად ყოფილიყო ნატაშაში, ეს იყო მისი უნარობა ყოფილიყო ნახევრად, მისი უნარობა ყოფილიყო ზედაპირულად, მისი უნარობა დაეცვა საკუთარი თავი. ის იყო ადამიანი, რომელიც იცხოვრა ყოველთვის სრულად, ყოველთვის ინტენსიურად, ყოველთვის ტოტალურად. და ეს გახადა მას ერთდროულად უდიდეს მსახიობად და ყველაზე დაუცველ ადამიანად. 50 წლის შემდეგ რამაზისა და ნატაშას პირველი შეხვედრის შემდეგ, 10 წლის შემდეგ მათი გარდაცვალების შემდეგ, მათი ისტორია კვლავ ცოცხლობს. ის ცოცხლობს იმ ადამიანების გულებში, ვინც სჯერა სიყვარულის, რომელიც არასოდეს მთავრდება. ის ცოცხლობს იმ წყვილების ოცნებებში, ვინც ეძებს კავშირს, რომელიც იქნება სამუდამო. მაგრამ ის ასევე ცოცხლობს როგორც გაფრთხილება, როგორც გაკვეთილი, როგორც სარკე, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ საკუთარი შიშები, საკუთარი დამოკიდებულებები, საკუთარი უნარობა ვიხოთ მარტო. რამაზ ჩხიკვაძე და ნატაშა ჩხიკვაძე არ იყვნენ უბრალოდ ქმარი და ცოლი. ისინი იყვნენ ორი ადამიანი, რომლებმაც იპოვეს ერთმანეთი იმ სამყაროში, სადაც ნამდვილი კავშირი იყო იშვიათი. ისინი იყვნენ ორი სული, რომლებმაც ამოიცნეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს, რომ არასოდეს გაშორებულიყვნენ. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ მოითხოვა ფასი, ფასი ინდივიდუალობის, ფასი თავისუფლების, ფასი საკუთარი თავის. და ეს ფასი იყო ძალიან მაღალი. დღეს მათი საფლავი თბილისის ვაკის სასაფლაოზე არის ადგილი, სადაც ხალხი მოდის, რომ დაფიქრდეს სიყვარულზე, სიკვდილზე, კავშირზე, რომელიც აღემატება ორივეს. ყვავილები ყოველთვის არის ახალი, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მოაქვს ისინი. და თუ ყურადღებით მოусმენთ, შეგიძლიათ გაიგონოთ ჩურჩული იმ ადამიანებისა, ვინც დგას იქ და ფიქრობს, შეიძლება თუ არა სიყვარული იყოს ასეთი. შეიძლება თუ არა კავშირი იყოს ასე ძლიერი. და თუ შეიძლება მინდა თუ არა მე ეს, პასუხი არის რთული. რადგან რამაზისა და ნატაშას სიყვარული იყო ორივე, საჩუქარი და წყევლა, სილამაზე და ტრაგედია, იდეალი და გაფრთხილება. ის იყო სიყვარული, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი სხვა ადამიანისთვის. მაგრამ ის ასევე იყო სიყვარული, რომელიც აჩვენებს რა ხდება, როდესაც ჩვენ ვკარგავთ საკუთარ თავს იმ პროცესში. მათი გულები გაჩერდა ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ მათი ისტორია არასოდეს გაჩერდება. ის გაგრძელდება ცხოვრებას იმ ადამიანების გულებში, ვინც ისმენს მას, ვინც ეძებს მნიშვნელობას სიყვარულში, ვინც ცდილობს გაიგოს, რა არის ნამდვილი კავშირი. და შეიძლება ამ ისტორიის ნამდვილი გაკვეთილი არ არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც რამაზი და ნატაშა. შეიძლება ნამდვილი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავი სრულად და მთლიანად, რათა შევძლოთ ნამდვილად სიყვარული სხვა ადამიანისა, არა როგორც ჩვენი გადარჩენის, არამედ როგორც ჩვენი თანამგზავრის გზაზე, რომელიც ჩვენ ვირჩევთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გადავრჩებით მის გარეშე, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვირჩევთ ცხოვრებას მასთან. მეგობრებო, როგორ უყურებთ რამაზ ჩხიკვაძესა და ნატაშას? იყო თუ არა მათი სიყვარული იდეალი, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა ვეძებდეთ, თუ იყო ის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც სიყვარული კარგავს ბალანსს. იყო თუ არა რამაზი გმირი, რომელმაც არჩია სიყვარული ყველაფერზე, თუ იყო ის ადამიანი, რომელმაც ვერ ისწავლა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ცოცხალი საკუთარი თავისთვის. და ნატაშა, იყო თუ არა ის ბედნიერი ქალი, რომელსაც ჰქონდა ასეთი ძლიერი სიყვარული, თუ იყო ის ქალი, რომელიც ატარებდა ტვირთს, რომელიც ძალიან მძიმე იყო. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გვინდა ვიცოდეთ, ახსოვთ თუ არა მათ თქვენს ქალაქში, რას ფიქრობთ მათ ისტორიაზე, გაქვთ თუ არა თქვენი საკუთარი გამოცდილება სიყვარულისა, რომელიც იყო ძალიან ძლიერი. დააჭირეთ ლაიქს ჭეშმარიტებისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც იცხოვრეს სრულად უყვარდათ ძლიერად და დატოვეს კვალი, რომელიც არასოდეს წაიშლება.